ალექსანდრ ვოლკანოვსკი ჩემპიონია. UFC 314. ვიცი რომ თქვენ ძალიან ბედნიერები ხართ. ეს ჟურნალისტის მეხუთე ეპიზოდია. მოკლედ UFC 314-ის შედეგები. დავიწყოთ. ნორა კორნოლმა მეორე რაუნდში რეარ ნეიქით ჩოუქით დაახრჩო ჰეილი კოვანი და დაბრუნდა გამარჯვების გზაზე. პირველი სუპერ რაუნდი და მეორე რაუნდში ფინიში. მარკო ტულიომ ტრეიშონგორი ნოკაუტში გაუშვა. ტულიოსთვის ეს მეათე გამარჯვებაა ზედიზედ და 2 UFC-ში. მას კარიერაში 10 ნოკაუტით გამარჯვება დაუგროვდა. სუმუ დაერაჯიმ გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა მიჩ რაპოსო. მიხაილ ოლექსეიჩუკმა პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა სედრიკ დუმარსი. ჯულიან ეროსამ პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა დარენ ელკინსი. ეს ეროსასთვის მესამე გამარჯვებაა ზედიზედ და ასევე მან კარიერაში 25 ფინიში მოიპოვა. ღონისძიების პირველი ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ჩეის ჰუპერმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ლეგენდა ჯიმ მილერი. ჯიმ მილერს UFC-ში ყველაზე მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული. ეს რიცხვი 46-ია. ირნა იანდირობამ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო იან სიაუნიანს. იანდირობას ანგარიშზე უკვე ზედიზედ 5 გამარჯვებაა. საჯის შეცდომა, ადრეული ფინიში, მაგრამ რაც არის ეს არის. დენ იგემ მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა შონ ვუდსონი. იგემ ამით მისი ორწაგებიანი სერიაც შეწყვიტა. დომინიკ რეიესმა პირველ რაუნდში დაანოკაუტა ნიკიტა კრეილოვი. ეს დომინიკის მესამე გამარჯვებაა ზედიზედ. საერთაშორისო საბრძოლო კვირას ამანდა ნუნეში დიდების დარბაზის წევრი გახდება. ჟან სილვამ მეორე რაუნდში ნინჯა ჩოუქით დაახრჩო ბრაის მიჩელი. ეს მისი ზედიზედ მე-13 გამარჯვებაა. იაირ როდრიგესს შესანიშნავი ბრძოლა ჰქონდა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამაჯერებლად გაიმარჯვა პიტბულზე. ასე მიესალმა იაირი პიტბულს UFC-ში. Welcome to the UFC. პედი პიმბლეტი ტოპ 7 მებრძოლში შევიდა. პედიმ მაიკლ ჩენდლერი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მისი გამარჯვებების სერია 900 უდრის, ხოლო UFC-ში 7-0-ზეა. მიჯრით გამარჯვებებში პედი პიმბლეტი ნომერი მეორეა, ხოლო პირველზე 14 გამარჯვებით ისლამ მახაჩევია. ალექს ვოლკანოვსკი ჩემპიონია. ვოლკმა დიეგო ლოპესი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და დაიბრუნა UFC-ს ქვესაშუალო წონის ტიტული. ეს გამარჯვება ვოლკანოვსკისთვის 2023 წლის შემდეგ პირველი იყო, 2 ნოკაუტის შემდეგ. ის ნამდვილი ლეგენდაა. საღამოს საუკეთესო ბრძოლა. რა თქმა უნდა, ალექს ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესის წინააღმდეგ. საღამოს საუკეთესო პერფორმანსი კი ორ მებრძოლს ხვდა წილად, პედი პიმბლეტს და ჯან სილვას. ამით ეს ეპიზოდი დასრულებულია. ბედნიერი ვარ, რომ ვოლკი ჩემპიონია. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო.